განსახილველ საქმეზე ჩატარებული მაქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები კერძოდ. გამოთხოვილი და დათვალიერებული მაქვს ვიდეო ჩანაწერები, დანიშნული მაქვს ავიტოსკოპიური ექსპერტიზები, გაცვლილი მაქვს მასალები. რა გაქვთ დათვალიერებული, ზუსტად როგორ ხარ გადაათვალიერეთ? დათვალიერებული მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტთან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია დღეს წარმოქმნილი ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები. დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი ქონდა თუ არ ქონდა, ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ. მოწმე იკითხება იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მან და არა შინაარსი უნდა მოგვიყვეს იმ საგამოძიებო მოქმედების შესაბამისად გთხოვთ განარიდოთ. მოკლედ ჩანს რუსთაველის გამზირი, ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორია კონკრეტულად, ჩანს პოლიციის კორდონი, ჩანს საპროტესტო აქციის მონაწილეები, კადრებში ჩანს ასევე ბატონი ქერაშვილი, რომელიც ახორციელებს ჩანს ეს ქალბატონო ამას წარმოადგენელი მოწმე, ვინც ეხლა დატოვა დარბაზი, მე მგონი ყველამ დავინახეთ, რომ პასუხებს ცემდა აბსოლუტურად სხვას, ანუ რა კითხვაც ისმოდა, აბსოლუტურად სხვა პასუხებს იძლეოდა და თვითონვე ამბობდა, რომ მე ამ განმარტებას ვაკეთებ იმიტომ, რომ ტელევიზია იღებს ხალხია და ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ უფრო გასაგები გახდეს. კიდე ერთხელ მინდა რომ დავაფიქსირო მანამდე ვთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი და კიდე ერთხელ მინდა რომ დავაფიქსირო, რომ ერთადერთ რამეს ემსახურება ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ინფორმაცია არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, შეიყვანონ შეცდომაში. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს. ხშირად მაძლევთ რაღაც ელემენტარულებზე შენიშვნას. გასაგებია, გაძლიერებას არ არის პრობლემა, შეიძლება 5 წელი მომიწიოს სულიად უსამართლოს ციხეში ყოფნა და ხალხიდან თუ გამაძევებენ დიდი არაფერი, მაგრამ მინდა გესმოდეთ, რომ ძალიან რთულია ეს ჩვენთვის, ანუ საერთოდ კიდე ერთხელ და რამდენჯერაც მომეცემ საშუალება, ბევრჯერ აგიხსნით, რომ არაფერი ეს არ არის სამწერ, ან თქვი სასაცილოა თქმა, მაგრამ სასაცილოა ზედაპირულად თუ არ ჩაუღმარდებთ, თუ ჩაუღმარდებთ, ჩვენ დავინახავთ ერთი და იგივე პროკურორებს, აქაც, სხვაგანაც, მერე კიდე სხვაგანაც, ცალ-ცალკე ერთად ამ მოსამართლეს, აქაც, სხვაგან, კიდე სხვაგან და ერთი და იგივე შინაარსის საქმეებს. მერე ამას ხვდავთ აქ იმ ყველაფერს, მერე მივდივართ უყურებთ საკანში ტელევიზორში. მერე ბრუნდებით ისევ აქ და იგივე ხდება. მოდის ვიღაც მოწმე, უსვამენ კითხვას, არცებს კონკრეტულ პასუხს, მერე პროკურორი ეხმარება ფაქტიურად პასუხის გაცემაში.